მოგესალმებით, მოდით ვნახოთ მინი საჯარო გაშლით. გამოვა თუ არა ჩაფიქრებული საქმე 2025 წელს. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ერთი ყველაზე თქვენი სანუკვარი და მნიშვნელოვანი საქმე, საკითხი, რისი გამოსulis, არ გამოსulis, ამბავიც გაინტერესებთ, რისი პოტენციალიც გაინტერესებთ, მე კი შევეცდები რომ თქვენთვის ეს ინფორმაცია გავაშხერო მაშა სადამე. სამ ვარიანტად ვიქნებით. გამოვა თუ არა ჩაფიქრებული საქმე 2025 წელს, ანუ 1 წლის მანძილზე. რამდენად კარგი პოტენციალი აქვს ამ ყველაფერს და რამდენად გამოვა ჩაფიქრებული საქმე, ოღონდ ჩემო ძვირფას მსმენელებო, ერთი საქმე არ დააკავოთ, რამოდენიმე ვარიანტი, 2-3 ვარიანტი, მხოლოდ ერთი სანუკვარი საკითხი ჩაიფიქრეთ. ვარიანტი პირველი. გამოვა თუ არა თქვენი ჩაფიქრებული საქმე 2025 წელს, ვარიანტი 2, გამოვა თუ არა და ვარიანტი 3, გამოვა თუ არა. აი ესეთი 3 ულამაზესი და უმშვენიერესი ვარიანტი გვაქვს და ვნახოთ პირველი ვარიანტი ეს იქნება მწვანე ავანტიურინი, მეორე ვარიანტი ეს იქნება ამეთვისტო და მესამე ვარიანტი ეს იქნება მთის ბროლი. ახლა მინდა რომ კონცენტრირდეთ იმ საქმეზე, რაც თქვენ გაინტერესებთ ამ 1 წლის განმავლობაში თქვენთან დაკავშირებით. ოღონდ საქმე თქვენ უნდა გეხებოდეთ, რა თქმა უნდა, სხვის მაგივრად ნუ ჩაიფიქრებთ სურვილს. და როდესაც სურვილს დაინახავთ, ჩაიფიქრებთ, დაუსვით კითხვა ტაროს არკანებს და როდესაც თვალებს გახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად მიგიზიდავთ. სადაც არის თქვენი ამ 1 წლის პოტენციალი, ამ სურვილის ირგვლივ ასრულებადია თუ არა ჩემო ძვირფასებო და თუ არის რაიმე ხელი შემშლელი ფაქტორი, ამასაც აუცილებლად გაგიშხერებთ. მაშა სადამე დავაპაუზებ ეკრანს. დავაპაუზე ეკრანი, მეც ჩავიფიქრე თქვენთან ერთად. ხანდახან როდესაც გარკვეულ თემებთან დაკავშირებით პასუხები მაინტერესებს, მე წლების წინ ჩემს საჯარო გაშლებს გადავავლებ ხოლმე თვალს და იქიდან გიბულობ ხოლმე საორიენტაციო პასუხებს. მაშა სადამე ჩაფიქრებული მაქვს თქვენთან ერთად და დავიწყეთ ვარიანტი პირველი. ავანტიურინი და ვნახოთ ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2025 წელს. არკანი სამართლიანობა. ნახეთ, მე ასე ვიტყოდი, მაგრამ ერთი არკანით კიდევ მინდა შევავსო. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2025 წელს. ნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ასრულდება თქვენი სურვილი, ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო. და მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენი სურვილი ასრულებადია, ნამდვილად პოტენციალი აქვს ძალიან კარგი. ვიტყოდი, რომ სურვილი ასრულდება, უბრალოდ გაითვალისწინეთ ერთი რამ. თუ გინდათ, რომ ეს სურვილი ასრულდეს, აუცილებელია რომ საკუთარი ფინანსური ენერგია და ფინანსური რესურსი შეიძლება მეწყვილესთან ერთად გინდოდეთ რაიმეს შეძენა, საერთოსი, შეიძლება იყოს ეს რაღაცა ერთგვარი ბიზნესი, საქმიანობა, ხო, რაღაცა რაც თითქოს ორ ადამიანში უნდა გაზიარდეს, მე ამას ასე ვხედავ, ხო? და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პირველ რიგში, აი, გაძლევთ გასაღებს თუ როგორ აისრულოთ ეს სურვილი, ხო? პირველ რიგში ეს არის ის, რომ ეცადეთ, რომ არ გქონდეთ არანაირი ვალი შეძლების დაგვარად, ან ეცადეთ, რომ მაქსიმალურად განთავისუფლდეთ ესეთი ვალებისგან, რომელიც არ მხოლოდ ფინანსურ ვალებს ეხება, თუ კი გრძნობთ, რომ ვინმესთან რაიმე ვალი გაქვთ, რაღაცა ესეთი რაღაცა არის, ხო, როგორც იტყვიან ბორბლებში, ესეთი გაჩხერილი რაღაცა, ხო, თქვენ მოძრაობაში, აცხელს გიშლით, ხო, აი ეს ხინჯი, ხო, აი ეს უნდა 2025 წელს რაღაცნაირად უნდა
დააბალანსოთ, დაალაგოთ და შეიძლება ის დაგვარად თუ კი რაიმე ვალი გაქვთ ფინანსური, არაფინანსური, ეცადეთ რომ ამ საკითხით იყოთ ძალიან აქტიურად დაკავებული, იმიტომ რომ პირველ რიგში თქვენს ფინანსურ ენერგიას სჭირდება გამონთავისუფლება და თქვენს ფინანსურ ენერგიას არ სჭირდება არანაირი კუდები. აი ეს კუდები რო არ გამოყვეთ, ამისათვის საჭიროა რომ ეს ყველაფერი მოიციოლოთ, ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ყურადღებით და ძალიან სწორად განსაზღვროთ თქვენი პენტაკლები, თქვენი ფინანსები, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა როგორ აგიხსნათ, იყიდეთ 101 ჩანთას და ეცადეთ რომ უფრო მეტი გადადოთ, დაიწყოთ თქვათ ფულის შეგროვება, თქვათ თუ კი არის ბანკის ვალები, რასაც ვეუბნებით წინ სწრებით გადახდას, ესეც ძალიან დაგეხმარება და დაგაახლოვებთ სურვილი სასრულებას, ხო? მაქსიმალურად უნდა გამოანთავისუფლოთ ფინანსური ენერგია, იმიტომ რომ თითქოს არის რაღაც, ან არასწორ ხარჯი, ან არასწორად ხარჯავთ ფინანსებს, როგორც ვიტყვიან, ხო? ან ძალიან ფლანგველი ხართ, ან რაღაცნაირად არასწორად ანაწილებთ, მოდი ესე ვთქვათ, აი ეს სწორად განაწილების ამბავი გაქვთ დასალაგებელი, ვალების ნაწილი, როგორც ვთქვი, შეძლების დაგვარად მოსაცილებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ასეთი საინტერესო მომენტი, რომ თუ გინდათ რომ ეს სურვილი ასრულდეს, ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობაში რას? პენტაკლების დედოფალი. ნახეთ, თუ ამ სურვილისკენ ორი ადამიანი, ნახეთ, მარტო შეიძლება გაგიჭირდეთ მოძრაობა. თითქოს ვიღაც გჭირდებათ გვერდით, ვინც დაგიდგებათ, ვინც დაგეხმარებათ, ხო? არა მაგალითად ფინანსურად, მაგრამ რაღაცნაირად გვერდით დაგიდგებათ თავისი ენერგიით, მოგეხმარებათ, мотиваციას მოგცემთ, ხო, როგორც ესეთი, ხო, რაღაც. თითქოს ორი ადამიანი ერთიანდება და მერე ხდება ეს ყველაფერი უკვე პენტაკლების დედოფლის ენერგიაში გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქოს ორი ადამიანი გაერთიანდა, შეიქმნა ერთი დიდი სფერა, შეიქმნა ერთი დიდი ძალა, შეიქმნა ერთი დიდი პენტაკლი, რაც უკვე გაძლევთ საშუალებას, რომ სურვილი აისრულოთ, მიხვდით, ხო? ესე იგი, სამი მომენტია, ვალები, სწორად განაწილებული ფინანსები და ვალები თუ არის, რა თქმა უნდა, და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაერთიანება. უნდა გაერთიანოთ ძალები. ხო, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ძალიან კარგი ანალიტიკური, ესეთი კარგი ტვინი გაქვთ, კარგად ასრულებთ, მაგრამ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მაგალითად ძალიან კარგად მუშაობს ხელებით, ან ძალიან კარგი არის სხვა რაღაცაში, ხო, რაც თქვენს სფერას ავსებს, ანუ თქვენს გეგმას, თქვენს სურვილს ავსებს, ანუ ის პაზლი, რაც აკლია თქვენს სურვილს ასასრულებლად, ეს ადამიანი ამას გივსებთ. გამიგეთ, ხო? ამიტომ მე ვიტყოდი, რომ თქვენი სურვილი ასრულდება, მაგრამ ამას თითქოს სჭირდება მეორე ადამიანის თანხმობა, ჩართულობა, ენერგია და თქვენ ამ სურვილს აუცილებლად აისრულებთ, მაგრამ არის აი ეს საკითხები, რაც ნამდვილად დასალაგებელი არკანის სამართლიანობა. უსამართლო არ იყოთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაარღვიოთ ბალანსი, იმიტომ რომ არკანს სამართლიანობას, ეს არის კარმული არკანი და ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი თუ იქნება სამართლიანი სურვილამდე, სურვილიც ავსებოთ მოვა თქვენთან. თუ იქნება უსამართლო და თუ დაარღვევთ ბალანსს, რა თქმა უნდა, სურვილს მაინც და მაინც ვერ დაიახლოვებთ, ხო, ამიტომ ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული, მე ასე ვიტყოდი. თან კვერთხების ტუზიც გაჟღერდა, ეს არის мотиваცია, შთაგონება, ხო, როდესაც ადამიანები აერთიანებენ კონკრეტულ ძალას, ენერგიას, მიმართულებას და ისინი სურვილისაკენ ერთად მიდიან. მაშასადამე დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და მე ახლა გადავედი მეორე ვარიანტზე, ვინც არჩია ამეთვისტო. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2025 წელს.
თქვენი სურვილი ჯერჯერობით ძალიან არამატერიალურია ხო, თითქოს წონა აკლია, სიმძიმე აკლია ხო, შეიძლება უბრალოდ რაღაცა გონებაში ხატავდეთ ამ თქვენ სურვილს. ან დახატულია, მაგრამ არ დატოვოთ მხოლოდ და მხოლოდ იმ ოცნებებში, ემოციებში, ილუზიებში არ დატოვოთ ხო, იმიტომ რომ შვიდიანების თასები და ხო, ნახეთ თითქოს გაფანტულია ეს თქვენი სურვილი, ხო, რაღაცნაირად არ არის ძალიან მყარი, მე ასე ვიტყოდი და არ დგას მყარად ორ ფეხზე. ხო, თითქოს შეიძლება რაღაც მომენტში გინდათ ეს სურვილი, მერე აღარ გინდათ, მერე თითქოს რაღაცა ვიღაცის აზრს მოისმენთ, თითქოს გიცრუვდებათ იმედი, გიუფასორდებათ სურვილი, მერე ისევ გინდათ, მერე ფიქრობთ, აი ესე ხომ არ გავაკეთო, ისე ხომ, აი რაღაცნაირად არამყარია და არაჩამოყალიბებული არის თქვენი სურვილი, მაგრამ მოდით ვნახოთ. 2000, თუმცა შვიდიანების თასების სხვა შორის პერსპექტივების არკანიც არის მიხვდით ხო? ანუ შეიძლება მოგეცეთ და ნამდვილად მოგეცემათ ან ისეთი ადამიანებისგან ინფორმაცია, ან პოტენციალი ნამდვილად მოგეცემათ იმის, რომ სწორი მიმართულება აიღოთ, სწორი ვარიანტებიდან, უბრალოდ ვარიანტებიდან სწორი ვარიანტი ამოერჩიოთ. ეს მოგეცემათ, მაგრამ თითქოს თქვენ არ ხართ მაინც და მაინც მყარი ამ თქვენს სურვილში ხვდებით, ხო? ან ერთი ვარიანტი კიდე რომ სურვილი შეიძლება ზედმეტად არარეალური იყოს და დარჩეს შვიდიანების თასებში. კარგით, ასრულდება თუ არა 2025 წელს თქვენი სურვილი? თასი. აი ხო გეუბნებით. სრულდება თუ არა თქვენი სურვილი? იცით რა არის? მე შეგრძნება მაქვს ესეთი, რომ ვიღაცას არ უნდა რომ ეს სურვილი ასრულდეს თქვენს რეალობაში. შეიძლება ეს ოჯახის წევრიც იყოს სხვათა შორის, ხო? ნახეთ თქვენი სურვილების მიმართ არის ესეთი, ნახეთ სურვილი გაქვთ, რომ ასრულდეს სურვილი, ხო? ამისკენ თითქოს რაღაცა პირველ პატარა ნაბიჯებს დგავთ. კი ბატონო, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ არის ვიღაცა თქვენს რეალობაში და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანი არის ძალიან ახლოს, რომელიც საბოლოო ჯამში თქვენში ერთგვარ შიშებს საკუთარ თავში არ გაძლევთ საშუალებას, რომ უფრო მეტად დარწმუნებული იყო. თითქოს გართმევთ პოტენციალს, მიხვდით ხო? გართმევთ ამ პოტენციალს, იმიტომ რომ ამ ვიღაცას თითქოს არ უნდა რომ ეს თქვენი სურვილი ასრულდეს. იმიტომ რომ შეიძლება ეს თქვენი სურვილი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყოთ, ბევრად უფრო ძლიერი იყოთ, ბევრად უფრო თავისუფალი იყოთ და ვიღაცას ეს არ უნდა. არ უნდა, ამიტომ მე ვხედავ, რომ ვიღაც უფრო ძლიერი ენერგიით, ან უფრო ძლიერი რაღაცა შთაგონების ძალით, სიტყვის ძალით ცდილობს, რომ რაღაცნაირად ეს სურვილი არ აგისრულდეთ. კარგი. ვინ არის ეს ადამიანი? მეორე ვარიანტი. ვიღაცა ქურუმი ქალია. რიანების პენტაკლები. ექვსიანების პენტაკლები. იცი რა არის? ეს არის ქალი, რომელიც ან თქვენზეა დამოკიდებული. ხო, უფრო თქვენზეა დამოკიდებული. ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული და თავის დაუნებურად თუ ძალით, ეხლა ამაზე საუბარს აქ არ დავიწყებ, მაგრამ თითქოს ადამიანი გიგზავნით ქვეცნობიერად ბლოკს, ანუ ბლოკავს თქვენს სურვილს, ხვდებით ხო? იმიტომ რომ თქვენი პენტაკლები და თქვენი რესურსი არ წავიდეს მარტო თქვენსკენ. თითქოს უნდა რომ მასაც ეკუთვნოდეს ეს ყველაფერი. მასაც ეკუთვნოდეს ეს ყველაფერი. ასრულდება თუ არა სურვილი?
სრულდება თუ არა სურვილი. ну მაშინ პირველ რიგში ალბათ უნდა განთავისუფლდეთ ამ ზემოქმედებებისგან ალბათ ხვდებით ხო იმიტომ რომ სანამ თითქოს რაღაცა ერთ გარემოში ცხოვრობთ და ერთ რეალობაში ცხოვრობთ ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო ძალიან გაგიჭირდებათ ამ სურვილის ასრულება ეს არის ერთი ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან სამი ნაბიჯი წინ ოთხი ნაბიჯი უკან ანუ ვიღაცა ძალიან თვალავს თქვენ სურვილს ან ეცადეთ რომ რაღაცნაირად პირზე ბოქლომი ხო არ არის საჭირო რომ ყველამ გაიგოს თქვენი სურვილის შესახებ ვიღაცას არ უნდა თქვენი პოტენციალი რომ მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდეთ კარგი ასრულდება თუ არა ერთი წლის მანძილზე თქვენი სურვილი მეორე ვარიანტი ცხრიანობის თასები არკანის სამშევრო აი ხო გეუბნებით სურვილი ასრულდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნებით ძალიან მკვეთრი თქვენ საკუთარ გადაწყვეტილებაში მე თავიდანვე ვთქვი რომ თქვენ ხართ ადამიანი რომელზედაც სურვილს შეუძლია ასრულება მაგრამ ხო გეუბნებით არის თითქოს ვიღაცა ადამიანი რომელიც თავისი ენერგიებით ესე პერიოდულად შემოდის და პერიოდულად აი აწყობილ აგურებს რაღაცნაირად გიშლით ხო თქვენი სურვილის მისი სიტყვები ხო ანუ ნახეთ შვიდიანების თასები არის ხო მთავარი არკანი ხო ანუ პერსპექტივა არის თქო თავიდანვე ვთქვი მაგრამ თითქოს გფანტავთ ეს ადამიანი რაღაცნაირად ფანტავს თქვენს ყურადღებას გადააქვს თემა შეიძლება ესეც იყოს ან რაღაცა მაგალითები მოყავს ვიღაცამ სადა ასეთი სურვილის ასრულება და არ გამოუვიდა ხო ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი სურვილი არასრულდეს ნახეთ ეს შეიძლება გამიზნულადაც არ იყოს რა ხა არ არის საოცრებელი რომ მაინც ადამიანი გამიზნულად აკეთებდეს ამას ხო მაგრამ ну შეიძლება ქვეცნობრივი ეგოიზმი კონდეს ხო ასეთი რამე მშობლებს ემართება სხვათა შორის ვარ უნდათ რომ შვილები ან გაემგზავრონ ან ვთქვათ ახალი საცხოვრებელი შეიძინონ იმიტომ რომ აქ ჩიშები იმიტომ რომ ეგოისტობენ სადღაც ხო რაღაცა ისინი აქვთ ხო პანიკაში ვარდებიან ხოლმე როდესაც ვთქვათ შვილი განაცხადებს რომ ცალკე უნდა წასვლა ან რაღაც მსგავსი ხო ну იწყება მთელი კონცერტები ხოლმე ესეთებიც მსმენია და ამიტომ ვაჟღერებ ამას ხო თუ კი ეს ინფორმაცია ვინმესთვის აქტუალური ნებისმიერ შემთხვევაში თემა ყველასთან არის ინდივიდუალური ამიტომ პირდაპირ გეტყვით თქვენს რეალობაში არის ქალი ადამიანი რომელიც არ აძლევს თქვენს სურვილს ასრულების საშუალებას, იმიტომ რომ თქვენი ენერგია მხოლოდ და მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნოდეთ და მასაც გაუწილადოთ ეს ყველაფერი, ყურადღება, ენერგია და ასე შემდეგ, ამიტომ ხო აქ ესეთი სიტუაცია არის, ჩემო ძვირფასო, შევინახავ არკანს, მეორე ვარიანტო, გამიგეთ? არდა სურვილს ასრულება ნამდვილად შეუძლია. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ესეთ მკაცრ საზღვრებს დააწესებთ და რამდენად მკაცრი იქნებით საკუთარ რამდენად მკაცრი რამდენად მყარი იქნებით საკუთარ სურვილში. იმიტომ რომ სიმყარე აკლია ამ სურვილს. ეს უნდა გაითვალისწინოთ და ვარიანტი 3 მესამე ვარიანტი ასრულდება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული სურვილი გამოვა თუ არა 2025 წელს და 4-იანობის ხმლები. სურვილს არ უნდა რომ ასრულდეს 2025 წელს თითქოს ამის ძალა არ ყოფნით, ენერგია არ ყოფნით, არ მიდიხართ ამ სურვილისკენ დიდად, ხო? არ არის მზაობა ამ სურვილის. სურვილის ასრულება გინდათ, მაგრამ რეალურად ამის მზაობა არ გაქვთ, ხო? ასრულდება თუ არა სურვილი? არა მეგობრებო. არა, ეს სურვილი არ ასრულდება და მე გეტყვით რატომ რა მაქსიმალურად
ყოველ შემთხვევაში, როგორ იცი, თუ ასრულდება, ძალიან გაუჭირდება. მაქსიმალურად გაფილტრეთ თქვენი გარშემო მყოფი ადამიანები. პადრუშკები, დაქალუშკები, ვიღაცას ძალიან დიდი შური აქვს თქვენი, რო იცოდეთ, უდიდესი შური აქვს თქვენი. თითქოს ვიღაცას თქვენი წარმატება რაღაცნაირად მიაქვს. და ეს სხვათა შორის გამოზდის თან საქმე იმაში, რომ ეს ადამიანი ძალიან კარგად ნიღბავს საკუთარ თავს. გულისხმობ, ძალიან კარგად შეუძლია, იცით რა, რომ აი ესეთი მეგობრული, ესეთი ძალიან ემპათიურიც იყოს, ხო? მაგრამ ამ დროს აშკარად მიაქვს ეს ყველაფერი, შურს არის აქ შურის მომენტი, არის აქ თქვენ სიყვარულს და მეგობრობას უზიარებთ ის ამ დროს კი გიღიმით, მაგრამ მაინც და მაინც კარგ რაღაცებს არ გისურვებთ, ხო? ძალიან გასაფილტრი ყავთ თქვენს ირგვლივ ადამიანები. გასაფილტრი ყავთ. გასაფილტრი ყავთ. ვინ არის ეს ადამიანი, ვინც ესე ხელს გიშლით? მათიანების ხმლები, არკანის სულელი, რიანების ხმლები, ნუ არა, ეს არის ვიღაცა ქალი, მარტო ხელა ქალი, პირადში არ უმართლებს ამ ადამიანს, პირადში აქვს ძალიან დიდი პრობლემები. იცი რა, ადამიანი თქვენით იკვებება, პირდაპირ გეტყვით, ადამიანი თქვენით იკვებება აქ. ადამიანი თქვენით იკვებება. და რა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გქონდეს სხვათა შორის. ადამიანი იკვებება თქვენით. თქვენი ყურადღებით, თქვენი ენერგიით. თუ გინდათ რომ მიხვდეთ ვინ არის ახალ წარსულში ამ ადამიანს ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თითქოს ეს ადამიანი რო გხედავთ, უცებ ხასიათზე მოდის, აი რაღაცნაირად თქვენი ძალა და თქვენი ენერგია მას ხასიათზე მოყავს ეს ადამიანი. როგორც კი გხედავთ და მასთან კომუნიკაცია გაქვთ, ეგრევე ხასიათზე მოდის, ხო? ანუ ადამიანი ქაჩავს ენერგიას, თქვენს შესაძლებლობებს და თქვენს პოტენციალს და ენერგიას ქაჩავს საკუთარ ტყავზე, ქაჩავს საკუთარ თავზე. და ადამიანი თითქოს, აი დააკვირდით რა, ვინ წუწუნებს თქვენს ირგვლივ და წუწუნის მერე თვითონ კარგად ხდება თქვენ ცუდად ახართ. ვინ არის ესეთი ადამიანი, ვინც მაგალითად ნახეთ შემოძირფასებო, გამეთიშა საუბრობდი და გავაგრძელებ საუბარს. ნახეთ, თან საინტერესო რა არის, იცით? თქვენ რომ ამ ადამიანს ზურგი შეაქციოთ, ანუ რაღაცნაირად საზღვრები და აღარ მოუშვათ თქვენთან ინტენსიურად ახლოს, ეს ადამიანი ჯერ ერთი შიგნიდან არ არის ჯანსაღი და ჯანმრთელი. ან რაღაცა მაგიის ქვეშ არის ეს ქალი თვითონ ეს ადამიანი. ან რაღაცა ლარვა ყავს, ლარვას მოსწონს მისი შეხრამუნება, ახრამუნებს ლარვა. და ხშირად არის უენერგიოდ, ან წუწუნებს, ან ავად არის და აი განსაკუთრებით ამ დროს ცდილობს რომ თქვენგან ამოხაპოს ეს ენერგია, პოტენციალი, რომ იცოცხლოს, იმიტომ რომ შეგვიძლია მოქვ ამ ადამიანს ეს ადამიანი არ არის ბოლომდე ჯანმრთელი, არ გრძნობს თავს კარგად, არ არის ჯანმრთელი და თქვენ რომ ამ ადამიანისგან გატრიალდეთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანი შეიძლება
შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული, იმდენად სერიოზული პრობლემები შეექმნას, რომ ფატალურადაც დაასრულოს, რა ვიცი. ხვდებით ხო, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ზის მიშიგნით, რომელიც ჭამს მას და ამ დროს რომ თქვენ მას აბსოლუტურად შეწყვიტოთ მისი ენერგოინფორმაციული კვება, საერთოდ აღარ იფიქროთ მასზე. დიახ, ახლა ვინც მოგდით პირველი თავში აზრად, იცოდეთ რომ ამ ადამიანზე ზუსტად საუბარი, იმიტომ რომ იცით თქვენ ახლა ვინ არის ეს ადამიანი, გრძნობთ. შეიძლება არ გინდათ საკუთარ თავს გამოუტყდეთ, არ გინდათ აღიერთოთ, თქვენ გრძნობთ ამ ადამიანს, ხო? რაღაცნაირად ცოტა შორის აქ არის ერთი მომენტი, რომ შეიძლება თავს დამნაშავედ გრძნობდეთ, რაღაცნაირად დანაშაულის გრძნობა, ვალდებულების გრძნობა გქონდეთ ამ ადამიანის მიმართ, გეცოდებოდეთ, ხო, რაღაცად ინამუსებდეთ თავს, რომ მაინც და მაინც უნდა მიაქციოთ ამ ადამიანს ყურადღება და არ შეიძლება მისი უყურადღებოთ დატოვება, მაგრამ მით უმეტეს, ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, გაჟღერებული გაქვთ თუ არა სურვილი, ადამიანი ბლოკავს თქვენს სურვილს. ძალიან უშლის ხელს თავისი ლარვა ენერგიებით, ძალიან უშლის ხელს. ლარვაჩკა. ახლო წარსულში სერიოზული ფსიქოლოგიური, ფსიქოემოციონალური, მენტალური პრობლემებით არის ეს ადამიანი და აი თითქოს ფონად მოგყვებათ რაღაცნაირად და ხელს უშლის თქვენს პოტენციალს. თორემ აი პირველი არკანი არის 4-იანების ხმლები ამოვიდა, ხო? ანუ გაჩერებთ, ის იღებს ენერგიას და თქვენი შესაძლებლობები ჩერდება. ის მოძრაობს, თქვენ უმოძრაო ხდებით. როგორ უნდა აისრულოთ ჩაფიქრებული სურვილი, როგორ უნდა აისრულოთ ჩაფიქრებული სურვილი, მესამე ვარიანტი. ურთიერთობის წრე უნდა შეცვალოთ, ვისთანაც ურთიერთობთ, თითქოს შესაძლებელი არის კომპანია, ადამიანები, მეგობრები, არ ვიცი, სივრცე, სადაც ხართ, ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობთ, ხო? გულისხმობ, რომ გჭირდებათ ისეთი ადამიანები, ვინც გავსებთ ენერგიით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აქ თითქოს თქვენ ავსებთ სხვას და თქვენ ენერგია გერთმევათ. პოტენციალი გერთმევათ. ამ დროს სხვები ივსებიან თქვენი ენერგიით და თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალას გაძლევენ, ენერგიას გაძლევენ, мотиваციას გაძლევენ, განაგართმევენ. ნახეთ, იმათაც ისინიც გაძლევენ და თქვენც იღებთ, მაგრამ თქვენც აძლევთ, ხო, აი ადეკვატური ენერგოინფორმაციული გაცვლა ხდება, ენერგიების გაცვლა ხდება ადეკვატური. აშკარად არ გაქვთ ისეთ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ან ადამიანთან, ხო, ადამიანებთან უფრო ასე ვიტყოდი, ვისთანაც ეს ყველაფერი ადეკვატურ რეჟიმში ხდება. თითქოს თქვენ ერთი ხართ და თქვენს ირგვლივ არიან ესეთი რაღაცა თითქოს აი მდარე ჭაობი და აი რაღაცნაირად ამ დროს ანათებთ ამ ჭაობის ფონზე, მაგრამ აი ეს ჭაობის არსებები ცდილობენ რომ თქვენს დაგაჭაობონ და რაღაცნაირად მათნაირი ყიყინა ბაყაყი გაგხადონ, ხო? ბაყაყი მაგიური არსებაა, გასაგებია, მაგრამ ხო, ალბათ ხვდებით ახლა რასაც გულისხმობ ამ შემთხვევაში. აი ეს არის ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტო, მე არ მომეწონა ამ შემთხვევაში ეს ყველაზე მეტად არ მომეწონა თქვენი ვარიანტი, მაგრამ ჩემი არ მოწონება იმას არ ნიშნავს, რომ ესე იგი ხრები უნდა ჩამოუშვათ და იმედები გაიცროთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოტივირდეთ, უნდა გაფილტროთ საკუთარი სამეგობრო, საახლობლო წრე და ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს ამას ნიშნავს, ჩემო ძვირფასებო. მე კი დაგემშვიდობები თქვენთან იყო არის და იქნება ნინო ძალიან დიდი სიყვარულით შეხვედრამდე.